ახლა მესამე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ, ის არის საერთაშორისო დიაპაზონი. ესე იგი, ლიტერატურული, ანუ ეს კულტურული მიმდინარეობა, უმეტესობა მიმდინარეობების არ ვითარდება მხოლოდ ერთ ქვეყანაში, მხოლოდ ერთი ნაციონალური ქვეყნის, ასე ვთქვათ, სივრცის ჩარჩოებში და ის შესაძლოა რამდენიმე ქვეყანას, ან კიდევ ბევრ ქვეყანას მოიცავდეს. და შესაძლებელია, რომ ვთქვათ, ერთი ლიტერატურული მიმდინარეობა განვითარდეს და ვთქვათ, მთელს ევროპაში და ევროპის გარეთაც. ეს მაგალითი, ვთქვათ, შეგვიძლია ისევ და ისევ მის მაგალითად დავასახელოთ რომანტიზმი და თავად თვითონ ბოდლერიც კი აღნიშნავდა რომანტიზმის ურთიერთმიმართებას და კავშირს ჩრდილოეთ ქვეყნებთან. და მსგავსი ვითარება შეიძლება ითქვას, რომ არის ჰუმანიზმთან მიმართებაში, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ვითარდება მთელს ევროპაში, ანუ მე-13 საუკუნიდან დაწყებული ფაქტიურად მე-16 საუკუნემდე. იგივე შეიძლება ითქვას განმანათლებლობის ეპოქასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანაში არ განვითარებულა და რეალიზმთან მიმართებაში, სადაც ეს მიმდინარეობა აგრეთვე მთელს ევროპაში გავრცელდა. თუმცა ამ თვალსაზრისით შესაძლოა არსებობს ისეთი გამონაკლისი, როგორიც არის კლასიციზმი, რომელიც ძირითადად დაკავშირებული არის ფრანგულ სივრცესთან. ანუ ის იტალიაშიც განვითარდა, კიდევ ერთ-ორ ქვეყანაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ეს არის მაინც უფრო მეტად ტიპიურად ფრანგული მოვლენა. და ეხლა ჩვენ მიმდინარეობების დახასიათების თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ გამოვყოთ თუ რა ნიშნებით ხდება შესაძლებელი მიმდინარეობის ამოცნობა. ანუ როგორ შეგვიძლია რომ ჩვენ ამოვიცნოთ ანუ რა მახასიათებლები არსებობს, რა ნიშნით შეგვიძლია ამოვიცნოთ ისა თუ ის მიმდინარეობა. პირველი ეს არის მწერალთა და ხელოვანთა გაერთიანებები თუ ასე ვთქვათ ერთიანობა. ანუ ამ მწერლების გაერთიანებაში იგულისხმება სხვადასხვა მომენტი, ანუ ეს შეიძლება იყოს საერთო ნაშრომი, რომლის ირგვლივაც იკრიბებიან მწერლები, ანუ რომლის ირგვლივაც ასე ვთქვათ ხდება ამა თუ იმ მიმდინარეობის მახასიათებელი ნიშნების კონცეპტუალიზაცია და ამ საერთო ნაშრომების მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ენციკლოპედია, რომელიც ფაქტიურად მე-18 საუკუნის ფილოსოფოსებისთვის საერთო ნაშრომს წარმოადგენს და გამოხატავს, ასე ვთქვათ, განმანათლებლობის იდეებს. ახლა მეორე, ეს შეიძლება იყოს საერთო ნაშრომების გარდა, ეს შეიძლება იყოს რაღაც ჟურნალი. ვთქვათ, როგორც იყო 1920 წელს სიურეალისტური რევოლუცია, რომლის ირგვლივაც შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა სიურეალისტი ხელოვანები. კიდევ რაც შეიძლება აღინიშნოს ამასთან დაკავშირებით, ეს არის წრეები. ანუ მწერლების და ასე ვთქვათ მაგალითად მწერალთა საზოგადოებები რომანტიკულ პერიოდში, ან კიდევ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ რეგულარული შეხვედრები, შეკრებები ამა თუ იმ მხატვართან ან ამა თუ იმ მწერალთან სახლში. და ვთქვათ, ესეთ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ
ზოლას ნატურალიზმის პერიოდში ზოლასთან სხვადასხვა როგორც წერილების, ასევე ხატვრების შეკრებები და ხედავთ თქვენს ეკრანზე, ეს არის La Maison de Médan, ანუ მედანის შეკრებებს უწოდებდნენ ამას. ეს არის ის სახლი, რომელიც ზოლამ შეიძინა მედანში და სადაც აი ხედავთ კიდევ ერთ ხედს და სადაც იკრიბებოდნენ სხვადასხვა ხელოვანები. ახლა შემდეგ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ლექციის დროს ამ მედანის შესახებ და ეს არის აგრეთვე ის ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ ძმები კონკურები, სეზანმა დახატა თავისი ცნობილი ნახატი Le Château de Médan, ანუ მედანის სასახლე სწორედ აქ დახატა და ეს არის კიდევ ერთი ხედი La Seine-à-Médan, კიდევ ერთი ხედი, ანუ ეს უბრალოდ რომ წარმოდგენა გქონდეს. და არსებობს თქვათ შემორჩენილია გონკურების, მოპასანის და ასე შემდეგ მათი მოგონებები ამ თვით ზოლას მოგონება ამ შეკრებების თაობაზე. ეხლა მეორე რაც შეგვიძლია, მეორე პუნქტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ, ეს არის ანუ თუ რა ნიშნით შეგვიძლია გამოვარჩიოთ ესა თუ ის მიმდინარეობა, ეს არის ფუნდამენტური ნაშრომი, ანუ ფუნდამენტური ტექსტი. ანუ მიმდინარეობა თავს იმკვიდრებს აგრეთვე იმ ტექსტების მეშვეობით, რომლებიც განმარტავენ მის სპეციფიურობას, ანუ თუ რა ნოვატორული იდეების მატარებელია ესა თუ ის მიმდინარეობა. ახლა ამგვარი ტექსტები შეიძლება იყოს თქვათ წინა სიტყვაობა, შეიძლება იყოს მანიფესტი, შეიძლება იყოს ესე, ან კიდევ შეიძლება იყოს თვით ნაწარმოები, რომელიც მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება და ფაქტიურად მანიფესტად ითვლება ამა თუ იმ მიმდინარეობის. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ Dubélès défense et illustration de la langue française, ანუ ფრანგული ენის დაცვა და ილუსტრირება და სწორედ ამ ნაშრომში ის წარმოაჩენდა პლეიადის ჯგუფის ასე ვთქვათ ახალ იდეებს და შეგვიძლია ვთქვათ მაგალითად მოვიყვანოთ თუნდაც ზოლას ექსპერიმენტული რომანი, რომელიც 1880 წელს გამოქვეყნდება და სადაც სწორედ როგორ ვთქვა ექსპერიმენტული რომანის ასე ვთქვათ თეზისების წინ წამოწევა ხდება, ანუ თავად ამ ნატურალიზმის განმარტება ხდება ფაქტიურად. და აგრეთვე მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ბრეტონის სიურეალიზმის მანიფესტი, სადაც სწორედ სიურეალისტური, ანუ თუ რას მოიცავს სიურეალიზმი, რა არის სიურეალიზმი, განმარტავს სწორედ ბრეტონი. ჰიუგო რომანტიკის ესთეტიკას თავისი ნაწარმოებების წინა სიტყვაობაში განმარტავდა ხოლმე ძირითადად და ვთქვათ შეიძლება იყოს 1826 წლისთვის გამოცემული ბალადა ოდები და ბალადები და ოდების და ბალადების წინ წამსხვერებული წინა სიტყვაობა, სადაც ზუსტად რომანტიზმის ესთეტიკას წარმოაჩენს ჰიუგო და აგრეთვე ამ თვალსაზრისით რომანტიზმთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის კრომველის წინა სიტყვაობა,
ჰიუგოს კრომველის წინასიტყვაობა და კიდევ თეატრალური ანუ დრამის განვითარების თვალსაზრისით გვექნება შემდეგ ამაზე საუბარი რომანტიზმის პერიოდში დრამა განვითარდება პოეზიასთან ერთად და აი სწორედ დრამასთან დაკავშირებით რომანტიკულ დრამასთან დაკავშირებით ეს არის ჰიუგოს ერნანის წარმოდგენა რომელიც გაიმართება 1830-იან წლებში და რომელიც ასე ვთქვათ თითქოს ტრადიციული იდეოლოგიის და რომანტიკული იდეოლოგიის მატარებლებს შორის ფაქტურად ბრძოლაში გადაიზრდება. და ჰიუგო თავის პოეზიაში ესეც თვალსაჩინოა რომ თავის პოეზიაში რომანტიკოსი პოეტის იდეალად აღიარებს პოეტ გრძნეულს, ანუ პოეტი, რომელიც გათანაბრებული არის ფაქტიურად ღმერთთან და გათანაბრებული არის რისი მეშვეობით, სწორედ სიტყვის მეშვეობით, ანუ პოეტს გააჩნია ის განძი, რომელიც ასე ვთქვათ, რომლის მეშვეობითაც ის შეიძლება გაუტოლდეს ღმერთს და ეს განძი პოეტის განძი ეს არის სიტყვა, ანუ სწორედ სიტყვის მეშვეობით პოეტი შესაძლებელი არის რომ გაუტოლდეს ღმერთს.